Dziudoში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა სპორტსმენებმა 12 медალი მოიპოვეს. შეჯიბრში როგორც გოგონები, ისე ვაჟები ასპარეზობდნენ. საქართველოს ჩემპიონატი თბილისში ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა. ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის, სადაც ჩვენმა დარბაზმა მიიღო მონაწილეობა. გორიდან დაიკავეს 3 პირველი ადგილი, 2 მეორე და 1 მესამე ადგილი, რაც საქართველოს მასშტაბით იყო ყველაზე კარგი შედეგი. გუნდურ პირველი ადგილი დაიკავა გორმა. 8 წონით კატეგორიიდან ვიჭიდავთ 5 ფინალი, რაც ჩემი აზრით დიდი შედეგია. ეხლა უკვე საერთაშორისო შეჯიბრებები იქნება და შევეცდებით იქაც თავის გამოჩენას და ევროპის ბავშვთა ოლიმპიადაზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე მედლების უპოვებას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პარასკევს შაბათ-კვირას ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში, სადაც სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს 4 ოქროს медალი, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს. და ამ შედეგით პირველ ადგილზე გავედით კლუბებს შორის, ასევე ქალაქებს შორის პირველ ადგილზე გავედით. აღსანიშნავია, რომ კარგი მომზადება აჩვენეს ჩვენმა ძირითადმა ლიდერმა სპორტსმენებმა, რომლებიც მაგალითად ზურაბაშვილი გიორგიმ გაიმეორა თავის შედეგი, შარშანაც საქართველოს ჩემპიონი გახდა, წელს წონა გამოიცვალა და აქაც დაამტკიცა, რომ უძლიერესი არის. გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტულს მარიამ მეგრელიშვილი, ნატალი იაშვილი და ქეთი რობაქიძე დაიუფლნენ. ვერცხლის медალი ნინო გიგაურმა მოიპოვა, ანა გულუაშვილი და დალი მაზანაშვილი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. რაც შეეხება ვაჟებს, გიორგი ბაბუციძე, გიორგი ზურაბაშვილი და იოანე აბალაკი ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. მეორე ადგილს და ვიცე ჩემპიონატის ტიტულს არსენ დვალიშვილი და გიორგი ბერიძე დაეუფლნენ. ბრინჯაოს медალი კი გუჯა ბერუაშვილის ანგარიშზეა. ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 2 დღის წინ თბილისში, სადაც მივიღე მონაწილეობა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში და გავიმარჯვე. მანამდე სამჯერ ვქნა მოგებული 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ახალი წონა იყო, შევიცვალე, მაგრამ დიდი შრომის მიუხედავად მოახერხე და გავიმარჯვე. რო გითხრათ გამიჭირა, თან არ გამჭიროებია, მაგრამ ყველა აღსანიშნავია, ყველა კარგი ბიჭია და ყველა შრომობს, რომ მოიგოს და გახდეს ჩემპიონი. მადლობელი ვარ და ასევე იმის მადლობელიც ვარ, რომ კაი წინააღმდეგობა გამიწიეს. ჩავატარე 5 შეხვედრა და 5-ში დამაჯერებლად მოვიგე. ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ჩემპიონი გავხდი, მომიწია 5 შეხვედრა, 5-ივე წარმატებით ჩავატარე. ეხლა მომავალშიც გასვლებზეც შევეცდები, რომ უკეთესად მოვემზადო და უკეთესად გამოვაჩინო თავი გამოსვლებზეც. გავიმარჯვე მეორედ შარშანწინა წელს და მომავალში შევეცდები, რომ კიდევ და კიდევ მოვიგო. 2008-2009 წელს დაბადებულთა შორის ვიჭიდავე საქართველოს ტურნირი, სადაც გავხდი ჩემპიონი 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ეს მოხდა მეორედ და სხვათა შორის იყო ძალიან კარგი შეგრძნება. იგივე ემოციებით, იგივე შემართებით, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად, ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გამეკეთებინა და წინასწარ მზად ყოფილიყავი. გავხდი ჩემპიონი, ჩავატარე 3 შეხვედრა. წინა შეჯიბრთან შედარებით ეს შეხვედრები უფრო ადვილი იყო. შემდეგი არის საერთაშორისო ტურნირები, სადაც მაქსიმალურად ვეცდები, რომ შედეგი გავაკეთო. ევროპა, მსოფლიო, ბავშვთა ოლიმპიადა და ვეცდები, რომ მაქსიმალურად მოვემზადო, ყველაფერი ჩავდო და ყველა ტურნირზე ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. აღსანიშნავია, რომ მიღწეული შედეგების მიხედვით, როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა შორის გორმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.